იცოდით, რომ საქართველოში არსებობს ლეგენდა ოქროს ფარზე, რომელმაც მთელი ლაშქარი დააბრმავა. ეს არ არის უბრალოდ ზღაპარი, ეს ადიგენის მთებში აღმართული ოქროს ციხის საიდუმლოა. ამბობენ, რომ როდესაც მტერი ციხის გარს შემოერტყმეოდა და მისი აღება შეუძლებელი ხდებოდა, ციხის ყველაზე მაღალ კოშკში ინახებოდა უზარმაზარი სუფთა ოქროსგან გამოჭედილი ფარი, რომელიც ისე იყო გაპრიალებული, რომ სარკესავით ირეკლავდა ყველაფერს. ლეგენდის თანახმად, როდესაც ალყა გაუსაძლისი ხდებოდა, ციხის დამცველები ამ ფარს მზის სხივებზე ათავსებდნენ. მზის სინათლე ფარზე ისეთი ძალით აირეკლებოდა, რომ მთელ ხეობას თვალის მომჭრელი ოქროსფერი ნათება ეფინებოდა. მტერს ეგონა, რომ ციხე ზეციური ძალებით იყო დაცული, ან თავად მზე ჩამოვიდა დედამიწაზე მათ დასასჯელად. დაბრმავებული და დამფრთხალი ჯარისკაცები პანიკაში ვარდებოდნენ და გარბოდნენ, რადგან ეგონათ, რომ ოქროს ციხე თავად იქცა ცეცხლოვან ურჩხულად. არსებობს გადმოცემა, რომ წელიწადში ერთხელ ზუსტად იმ დღეს, როცა ყველაზე დიდი ბრძოლა მოხდა, კლდის ნაპრალიდან ერთი წამით ისეთი ელვა გამოდის, რომ ფრინველებიც კი ფრთებს იფარებენ თვალებზე. როდესაც ციხემ თავის ფუნქცია დაკარგა და საქართველოს მძიმე ჟამი დაუდგა, ლეგენდის თანახმად ფარი კედელმა შთანთქა. კლდე გაიხსნა და მზის ნედეხი შიგნით დაიმალა. ის მხოლოდ მაშინ გამოჩნდება, როცა ქვეყანას ყველაზე მეტად დასჭირდება იმედის სინათლე.